konkretული მაგალითები დღეს ასე ვთქვათ დასტურად მოიყვანა მამუკა მდინარაძემ, თუმცა როგორც წესი ეშმაკი დეტალებშია და არ დაუკონკრეტებია იქ რა შემთხვევაში მუშაობს აღნიშნული კანონმდებლობა. ანუ აი ამ ბევრი ბუნდოვანების პირობებში, რომელიც ამ კანონმდებლობას თან ახლავს. პლუს ამას დაემატება აღსრულების მექანიზმი სპეციალური დეპარტამენტის სახით და დღეს პირდაპირ გვითხრეს, რომ აღარ იქნება საჭირო მომჩივანი, ისინი თავად დაამონიტორებენ, შეისწავლიან ეს საჯარო გაკეთებულ განცხადებებს წერილობით იქნება ეს თუ რაღაცა ზეპირსიტყვიერი მაგალითად შესაძლებელია ვიღაცამ ვიდეო ჩაწეროს და საკმაოდ უხეშად გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, არა მხოლოდ პოლიტიკური საზოგადო საკითხების მიმართ, იმიტომ რომ ესეც ითქვა, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ იქნება ასეთი არ იმუშავებს ეს ცენზურა. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ უკვე კანონის ამუშავების შემდეგ, ანუ რა პრეცედენტებთან შეიძლება გქონდეს შეხება, იმიტომ რომ როდესაც ტროტუარზე დგომის გამო კანონი მიიღეს, მაშინ ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ჩვენ გვეყოლებოდა ამ ტროტუარზე დგომის გამო დაჯარიმებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პატიმრობაში, უბრალოდ მიცემული ადამიანები. ამიტომ დღესაც ვინც ფიქრობს, რომ აბსურდია, იქნებ თქვენ როგორც იურისტმა აუხსნათ, როგორ შეიძლება იმუშაოს ამ კანონმდებლობამ. ხო, მე ხა შევეცდები უფრო ნათლად და მარტივად განმარტო, რატო არ შეიძლება ასეთი ინიციატივა. ჯერაც ერთი შეკრების გამოხატვის აზრის თავისუფლება, რომელიც როგორც გითხარით, ეს არის კონსტიტუციური უფლება, თავისუფლების ნაწილია. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ვინმეს გამოხატვის თავისუფლებით, ან ვინმე საჯარო კომენტარით, ან Facebook სტატუსით რაიმე უფლება დაირღვა, ჩათვალა, რომ ვინმეს კონკრეტულად ამით ზიანი მიადგა, ისედაც აქვს მას დღევანდელი კანონმდებლობით, სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს ამას, უფლება იდაოს პატივისა და ღირსების შელახვის გამო, ან ცილისწამების გამო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ანუ ეს უფლება ისედაც არსებობს და ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად გადაწყვიტოს ეს კონკრეტული შემთხვევა არ ღურს თუ არა მის უფლებას. ასეთი დავები წყდება სასამართლოში. ეს არის წესი, ეს არის კანონი. ეხლა მოიფიქრო რაღაცა შიდა რგოლი, რაღაცა ოცნების ჟანდარმერიას მაგონებს ეს რაღაც საბჭოური კონტურებით. აი ეს ინიციატივა, მე შეგვიძლია ესე დავარქვა, რომ ეს არის ჟანდარმერია თანამედროვე სამყაროში საბჭოური მეთოდებით, იმიტომ რომ არავითარი შიდა რგოლი არ ჭირდება ასეთი რაღაცა ახალი ზედამხედველობის რგოლის გაჩენა. ეს არის საბჭოური კონტროლის მექანიზმი. რა საჭიროა? როგორ უნდა გააკონტროლოს? აი მაგალითად რაღაცა ორგანომ თუ თქვენ ჩათვალეთ, ქალბატონო ემა, რომ ვინმეს Facebook პოსტმა მოგაყენა შეურაცხყოფა. ეს თავად თქვენ უნდა გადაწყვეტოთ. არა მხოლოდ პოსტები, ეს მე მაინტერესებს კომენტარები, ანუ 360 გრადუსის Facebook გვერდზე რომ შევიდეს ნებისმიერი, არ ვიცი, ამ მონიტორებიდან, ვინც ამ სპეცსამსახურში დასაქმდება. შეუძლია დიახ, ამ ლოგიკით, რასაც მე ქართული ოცნების ტროლბოტები ამ დარიგებული SMS-ებით რაღაც შეურაცხყოფელ ეპითეტებს მიძღვნიან, მაშინ ყველა უნდა დასაჯონ ეს ხალხი. და ჩვენ შეგვიძლია ქალბატონო ეკა მორალური ზიანის ანაზღაურება რომ მოვითხოვოთ და ისე ექნება კანონი რეალურად მოქმედებს ახლა რა შუაში აღსრულების მექანიზმი წესით უნდა არაფერ შუაში არ არის რა აღსრულების მექანიზმი საიდან მოიფიქრეს ვის თავში იბადება ასეთი გაუგებარი ინიციატივები, მართლაც საბჭოური რაღაცა მეთოდებით ბრძოლა ადამიანების თავისუფლებას, იმიტომ რომ დღეს არის ეს ყველაფერი მოწესრიგებული კანონით, ინდივიდუალურად ვინმე თვლის და მას ისედაც აკეთებენ ხო ხედავთ ჩვენ Facebook სტატუსების გამო თანამდებობის პირები როგორ იწყებენ დავას და როგორ ჟიან ადამიანებს. ჯერ ესეც არ შეიძლება, იმიტომ რომ იცით როგორ არის პრეცედენტული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც არის უამრავი გამოხატვის თავისუფლებაზე. სულ აკეთებს აქცენტს, რომ როდესაც ხარ თანამდებობის
პირი, გაქვს მაღალი თმენის ვალდებულება, შესაძლებლად გამოხატული კრიტიკა უნდა აიტანო, მოითმინო, თუ ის არ შეიცავს ისეთი დანაშაულის შემცველ ნიშნებს, რომელიც მოითხოვს უკვე ამ ფაქტების დადასტურებას და თუ ეს პირი ჩათვლის, რომ მას სჭირდება ამ განცხადების ავტორისგან ამ ფაქტების დადასტურება, იწყებს სამოქალაქო წესით დავას. ეს ხდება სასამართლოში. ამიტომ რაღაცა შუარგოლების შემოტანა, რაღაცა გამოგონება, ისეთი მექანიზმების, რომელიც არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული სამყაროსთვის და ადამიანის უფლებების უხეშ კონტროლად მიიჩნევა. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, არის პოსტსაბჭოთა რაღაცა შეიძლება ტრადიცია და არც კი ვიცი რომელ ქვეყანაში არის, შეიძლება იყოს რუსეთში, შეიძლება იყოს ბელარუსში, არ ვიცი, ესეთი მექანიზმი და იქიდან თუ არის გადმოწერილი ვერ გეტყვით, მაგრამ არ მახსენდება არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ასეთი მექანიზმი შეიძლება არსებობდეს. არავის ეს აზრად არ მოუვა, იმიტომ რომ როგორც წესი მაღალი პრეზუმპცია აქვს დაცვის მოქალაქეების მიერ გამოხატულ კრიტიკას. ისევე როგორც აი ელენე ხოშტარიას მაგალითი სრულად ეტევა გამოხატვის თავისუფლებაში და დღეს ის სრულად უკანონოდ პოლიტიკური განაჩენით იხდის სასჯელს ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ეს იყო სუფთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩატეული ქმედება, რომლის შედეგად ზიანი იყო ძალიან უმნიშვნელო. ხო, ის ბანერი აღარც არსებობს, ის ბანერი, რომელიც იყო შეიძლება 100 ლარის, 200 ლარის, ეს არ არის ტოლფასი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების და აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც ვიწროთ უყურებს სამართალს და კანონის განმარტება არ შეუძლია, ისე როგორც კანონმდებელმა ეს ნორმატიული შინაარსით თავის დროზე შექმნა, მაშინ ვიღებთ ასეთ კვაზი სასამართლო გადაწყვეტილებებს, მახინჯ მაგალითებს, როგორიც არის ელენე ხოშტარიას შემთხვევა, როგორიც არის სხვა შემთხვევები, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ნაწილი იყო Facebook პოსტის გამო და ამ შემდეგ. აი ხა კიდე ეს არ იკმარეს ეს ცუდი პრაქტიკა, სახიფათო პრაქტიკა, რომელთაც საქართველოს აი კარგავს დემოკრატიული ქვეყნის ყველა ნიშანწყალს და ის აი რეფორმები, რომელიც ჩვენ თავის დროზე განვახორციელებთ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით გვეჩვენებინა, რომ საქართველოს გამდა ძლიერ და გაბედულ ნაბიჯებს, ეხლა გვაქვს ისეთ სამარცხვინო მაგალითები არადემოკრატიული და განსაკუთრებით პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პირობებში, რომელზედაც უბრალოდ საერთაშორისო საზოგადოება იტყვის, რომ კიდევ უკუსვლით დადის ქართული ოცნება და ეს გააჩენს კიდევ უფრო მეტ რეპრესიულ მაგალითებს. საერთაშორისო აი ზოგჯერ ჩნდება ხოლმე